საქართველოს უკრაინას გამოცდილებას გაუზიარებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ექსპერტებით აკომპლექტებული უწყებათა შორისი ჯგუფები ემუშავებენ. დეტალები დღეს ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააზუსტეს. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით უკრაინაში თეატრულუკიანი მიემგზავრება. პრემიერისგან დავალება, რომ უკრაინაშიც ჩავიდე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად იმისათვის, რომ აი ეს დიდი გამოწვევები, რომელიც დღეს ჩემს კოლეგას და ზოგადად უკრაინულ ხალხს აქვს, ჩვენ მათ ხელი შევუწყოთ ჩვენი გამოცდილებით უფრო სწრაფად იარონ წინ და ის შეცდომები, რაც შეიძლებოდა წინა მთავრობებს ჩვენთან ან ჩვენს თუნდაც ქონოდა რეფორმირების პროცესში, მათ ეს შეცდომები არ დაუშვან. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ჩვენ ორ სამინისტროს შორის ყველა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ასევე შეგვიძლია შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც მოხდება სამინისტროებს შორის ამ გამოცდილების გაზიარება. Совместной იმპლემენტაცია. განვიხილეთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელი რეფორმები. ასევე ვისაუბრეთ უკრაინის იუსტიციის ორგანოების რეფორმირების საკითხებზე. ამ რეფორმების განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დაგვეხმარება, რაც საშუალებას მოგცემს დავნერგოთ ეფექტური და გამჭვირვალე მომსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ უკრაინასა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის გაზრდის საკითხზე. ხვალ მივემგზავრებით ბათუმში, სადაც პორტს დავათვალიერებთ. გარდა ამისა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა საქართველოს გამოცდილება ენერგოუსაფრთხოების სფეროში, რადგან ევროპასთან დაახლოებამ შესაძლოა რუსეთთან ამ თვალსაზრისით პრობლემები შეგვექმნას.